ყველაზე აუცილებელია გვესაჭიროება ის საფრანგეთის პროგრამა და ის წამალი, ანუ ეგრეთ წოდებული ბედაქვილინი, რომლის ჩამოტანაც ასე გაჭიანურდა და გაიწელა და უამრავი ხალხი კვდება. ეხლა ჟანგბაძე რამდენიმე ადამიანია შეერთებული. თუ ის წამალი არ მოგვისწრო, ხო, ჩვენც იგივე დღეში ვიქნებით. ხილი უნდა შემოვიდეს რაციონში აუცილებლად და გამოსწორდეს კვების რაციონი უნდა გაიზარდოს. კალორაჟი უნდა იყოს მაღალი და ხარისხიანი. გრეჩიხა, მანიქაშა, რაღაცა საზიზღარი საჭმელები. ექიმის გამოსაძახებელი ღილა კი არა პაციენტს რო ცუდად გახდეს. ხამე რო პაციენტს სისხლდენა დაემართოს, პაციენტის განძრევა არ შეიძლება. წარმოებელი თვითონ იენსენის ფირმა გვიგზავნის ამ მედიკამენტს, ჩვენ უგზავნით მათ პაციენტის გარკვეული პაციენტების მონაცემებს, უნდა იყოს აუცილებლად აქ ტუბერკულოზის ზემდგრადი ფორმით დაავადებული პაციენტი, მას უნდა გქონდეს ჩატარებული გაიდლანით მოწოდებული მკურნალობა და მკურნალობის შედეგი უნდა იყოს უეფექტო. როდესაც პაციენტებს აღენიშნება რეზისტენტობის მაღალი ესე იგი ფაქტიურადაა გამძლეობა ყველა პრეპარატზე. ერთი მედიკამენტის დამატება რაოდენი იდეალურიც არ უნდა იყოს ეს არაფერს არ მოგწევს.